მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ მე-12 თავის B კატეგორიის ამოცანების განხილვით ჩანაწერებს. ახლა მე-13-ზე ვართ, 12-ის 13 განვიხილოთ. მოკლედ რა ხდება? M წერტილის მიმართ სიმეტრიით A წერტილი B წერტილში გარდაიქმნა. ანუ რა არის ახლა აქ ნახეთ. ესე იგი გვაქვს M წერტილი და A წერტილი გარდაიქმნა B წერტილში, ანუ რომ შევაერთეთ M-თან და გადავიტანეთ მოპირდაპირე მხარეს იგივე სიგრძით, გადავიდა B წერტილში. A წერტილის კოორდინატები ვიცით. x1, y1-ია. მიღებული წერტილის კოორდინატებიც ვიცით. ეს არის x2, y2. და ჩვენ გვთხოვენ იმ წერტილის კოორდინატებს, ну, მოდი x და y დავარქვათ ამას, რომელი სიმეტრიის ცენტრის როლში გვევლინება. ასეთი წერტილის კოორდინატების პოვნა ყოველთვის მარტივია. ამ წერტილის კოორდინატების დაკავშირება საწყისი და საბოლოო წერტილის კოორდინატებთან საკმაოდ მარტივია, რატომ? დააკვირდით, მეგობრებო, რა როლს ასრულებს სიმეტრიის ცენტრთან ერთად ფაქტობრივად რა როლს ასრულებს ამ წერტილი? AB მონაკვეთის შუა წერტილის როლს არ ასრულებს. კი, და გაიხსენეთ AB მონაკვეთის შუა წერტილი როგორ შეგვიძლია დავთვალოთ? მონაკვეთის ბოლოების საშუალო არითმეტიკულით, ხო? ანუ x იქნებოდა x1 + y ბოდიში, ასე x2-ის საშუალო არითმეტიკული და y იქნებოდა y1-ისა და y2-ის საშუალო არითმეტიკული. ნუ ეს ჩვენ ადრე გავლილი გვაქვს, საკმაოდ ცნობილი მომენტია და რამოდენიმე ახლა მეტი დეტალიზება ჭირდებოდეს ამას. თუ რატო ხდება ასე? კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს დაგეგმილებით მარტივად გამოდის, მეგობრებო, ასე რომ დააგეგმილოთ, მარტივად მიაგნებთ შუა წერტილის კოორდინატებს. M წერტილის მიმართ სიმეტრიით 0-0 წერტილი გარდაიქმნება 2-2 წერტილში. ესე იგი 0-0 წერტილი გარდაიქმნა 2-2 წერტილად და გვეკითხებიან ახლა რომელი წერტილი არის 1-0 სიმეტრიული M წერტილის მიმართ. ანუ გვაქვს M წერტილი. მოდი მისი კოორდინატები იყოს x და y. ვიცით რომ 0-0 წერტილი აგერ გქონდა რაღაც პირობითად 0-0 წერტილი და რომ შევაერთეთ და გადავიტანეთ ცენტრული სიმეტრიით გარდაიქმნა 2-2-ში. და ახლა კითხვას გვისვამენ ასე, ნუ სადღაც არის პირობითად 1-0 წერტილი და მას რომ შევაერთებ და გადმოვიტანთ, აი რა წერტილში გარდაიქმნებაო, ხო? აი რა წერტილში გარდაიქმნება. პირველ რიგში ჩვენ ახლა აი ამ მონაკვეთის საშუალებით ვიპოვოთ M წერტილის კოორდინატები. რა იქნებოდა? x იქნებოდა 0 + 2-ის საშუალო არითმეტიკული, შუა წერტილის კოორდინატების დასათვლელი ფორმულით ვუდგებით საკითხს რა. ეგ იქნებოდა 1 და y იქნებოდა 0 + 2-ის ნახევარი, ანუ ეგეც იქნებოდა 1. და გასა როგორ მოიქცევით? რომ ხო იცით უკვე ასე არის, ახლა მეორე მონაკვეთს ვხედოთ, აგერ არის m1-1 კოორდინატებით და მაინტერესებს ახლა 1-0 სად გადავა? ვთქვათ, გადადის AB-ში. ანუ რა იქნებოდა ისე? M წერტილის კოორდინატი პირველი რა იქნებოდა ერთიანი x-ი მონაკვეთის ბოლოების x-ების საშუალო არითმეტიკული 1 + 100 ნახევარი. რა იქნებოდა მეორე ერთიანი, ანუ y კოორდინატი M წერტილის 0 + b-ს ნახევარი. ხო შესაბამისად აქედან a გამოდის 1 და b გამოდის 2. ანუ რომელ წერტილში აისახებოდა? აისახებოდა უქმები 1-2 წერტილში. პასუხი იქნებოდა 1-2 წერტილი. მე-15 ამოცანა. მოცემულია 82 გრადუსის ტოლი AOB კუთხე. გარი, მოდი ახლა ასე დაახლოებით გავს, ხო? 82 გრადუსიან კუთხეს AOB. ნუ ეგ არის ასე 82 გრადუსი, გარედან დავაწყებ. 82 გრადუსი.
მოცემულია და C წერტილი, რომელიც კუთხის შიგნით წერს. ნუ სადღაც არის C წერტილი რაღაცა. სადღაც იქნება C წერტილი, რისი ტოლი AOC კუთხე, ანუ O უნდა შევაერთოთ C-სთან, თუ ცნობილია, რომ OC წარმოადგენს AOB სიმეტრიის ღერძს. რას ნიშნავს ახლა იყო ფიგურის სიმეტრიის ღერძი? ნუ ეს იმას ნიშნავს, მეგობრო, რომ ამ ღერძზე გადაკეცვით ფიგურის ერთი ნაწილი მეორე ნაწილს უნდა ემთხვეოდეს, ხო? ანუ ფაქტობრივად ორი იდენტური ნაწილი უნდა გამოდიოდეს, მაგრამ უფრო ტექნიკურად რომ ვთქვათ, ანუ მე ნებისმიერი წერტილი რომ ავიღო, რაღაცა ავიღე A წერტილი. და ეს თუ სიმეტრიის ღერძია, ხო, აქ არის სადღაც C, ხო? 20 თუ ასიმეტრიის ღერძი, ესე იგი მასზე რომ დაუშვა მართობი და იგივე მანძილი გადაგავაგრძელო ეს მართობი, ანუ რისი ტოლიც არის ეს მონაკვეთი, გავაგრძელო იგივეთი, აღმოჩნდები აუცილებლად ისევ ფიგურაზე. ანუ ფიგურა ახლა კუთხე შედგება ორი სხივისაგან და ერთი სხივისაგან თუ გავავლ, ესე იგი სიმეტრიის ღერძის მიმართ მართობი და გავაგრძელე იგივე მანძილით, ისევ უნდა აღმოჩნდე მეორე სხივზე, ხო? და რა გამოდის, მეგობრო, თუ დააკვირდებით, ავსავე T წერტილი დავარქვათ. ეს სამკუთხედი არ გამოდის, ამ სამკუთხედის ტოლი, ნუ ძალიან მარტივია, ხო? ამდენ სხვაგვარად თუ მივდგებით, ფაქტობრივად ამას ერთი წერტილი დავარქვათ, KO, K1 სამკუთხედში, მეგობრებო, გამოდის ეს OT, ანუ OC იგივე მედიანაც და ბუდიში მართობიც. და შესაბამისად გამოვიდოდა ბისექტრისაც. ანუ ესეც 51 გრადუსი იქნებოდა და ესეც 51 გრადუსი, ანუ კუთხე KOC იქნებოდა 51 გრადუსი. მითხრეთი ამოცანა. რომელ წრფეში აისახება, კარგი, აქ რამდენიმე კითხვაზე გვაქვს პასუხი, გასაცემი. ცენტრული სიმეტრიით, კოორდინატთა სათავეში, ღერძული სიმეტრიით და ვექტორით გასაწვდომად. კარგი. მოდი აბა, რამდენ ფაქტობრივად 4 ამოცანაა გამოსახსნელი რა. აი, პირველი ამოცანა. ანუ y უდრის 2x + 3 ცენტრული სიმეტრიით უნდა გადავიდეთ. ნუ ახლა უფრო მე შეგვიძლია პატარა თეორიულ გამოცდილებათაც ვაქციოთ. ნუ რა ხდება, შეგვიძლია დავიმახსოვროთ კიდეც, რომ ნებისმიერი წრფე, აი y უდრის, ახლა პრინციპში მეც ამას ვერ ვიზეპირებ და უბრალოდ ახალი გარჩეული მაქვს და მახსოვს, თორე მარტივი დასადგენია და თუ ძალიან გახურებული არა ვარ ამ თემაზე, ხო, ხელახლა ვადგენ ხოლმე, მაგრამ როდესაც ახლა პრინციპში პასუხისმგებლიანი აბიტურიენტი გამოცდაზე გადის, გახურებული უნდა იყოს და გამოცდის მომენტისთვის ზეპირათაც უნდა ახსოვდეს. და რა, თუ რაიმე წრფე შენ გადაგაქვს OY ღერძის მიმართ სიმეტრიულად, მიმართ სიმეტრიით ასახავს, სიმეტრიით. რას მიიღებ? მიიღებ y უდრის აუცილებლად მოპირდაპირე საკუთხო კოეფიციენტი ამ წრფეს, ანუ -k იქნება საკუთხო კოეფიციენტი, b იქნება იგივე. OX-ის მიმართ სიმეტრიისას, ნუ პრინციპში შეგვიძლია დავხატოთ ექვები ახლა ეგ, აი რომ ავიღოთ დეკარტეს მართკუთხა კოორდინატთა სისტემა და გვაქვს რაღაცა წრფე, მოდი ვჭანეთ გავავლოთ წრფე, რაღაცა წრფე, OY ღერძის მიმართ სიმეტრიულად თუ გადაგაქვს, დააკვირდით რა ხდება, მეგობრებო, აი ციკლად რო გვარეხოთ, აი აქეთ გადმოვა, ხო ასე. აი ეს წერტილი გადმოვიდოდა აი აქეთ, ასე ყველაფერი და დააკვირდით, b კოეფიციენტი b იგივე არ არის, ნუ რაც ქონდა და საკუთხო კოეფიციენტი სხვა აქვს. ნუ დავასაბუთებთ ახლა ამას ჩვენ აქ, მაგრამ ჯერ როგორც ფაქტს ისე გიყვებით რა. ასე იქნება, მერე OX ღერძის მიმართ სიმეტრიისას OX-ის მიმართ სიმეტრიით
გარდაქმნის ასე. y იქნება საკუთხო კოეფიციენტი ისევ მოპირდაპირია, მოპირდაპირი რიცხვია მანამდე მოცემულის და ამუღამის არის რომ b კოეფიციენტიც საპირისპიროა რა. მოდი ესეც დავხატოთ ახლა აქ. აი ასე და ეს წრფე წყალით ავიღოთ, აი ასე. ესაც არის უკვე x ღერძის მიმართ სიმეტრიული გადმოტანა, რას ნიშნავს? ასე გადმოვიდოდა, ხო? ასე გადმოვიდოდა წრფე, ამ წერტილის მიმართ ასე სიმეტრიულად. და თუ მანამდე b იყო, აქ მაგალითად b წერტილი იყო, ახლა აქ გამოდის -b, ხო? y ღერძთან კვეთის წერტილი და თავისუფალი წევრი ხო y ღერძთან კვეთის წერტილს გვიჩვენებს. რაც შეეხება ახლა მეგობრებო, კოორდინატთა ოს მიმართ სიმეტრიას, ოს მიმართ სიმეტრიით. დაახლოება იგივე გამოდის, ну პარალელური წრფე გამოდის, მაგრამ იცვლება b კოეფიციენტი რა. როგორ სტაფაზე ახლა დავსაფიქრებელი გვექნება და თანავად. ეგ რომ გახსოვდეთ წრფის სიმეტრიული გარდაქმნა, როგორ შეგიძლიათ მარტივად გამოსახოთ x-ი, y-ი და კოორდინატთა სათავის მიმართ სიმეტრიისას. მოდი პირველი ამოცანა რა იყო? ხა პირველი ამოცანა ეხებოდა ცენტრული სიმეტრია კოორდინატთა სათავეში. ოკეი. მოდი ავიღოთ დეკარტეს მართკუთხა კოორდინატთა სისტემა, დიდი სისტემა ავიღოთ ახლა. ლამაზად რომ გამოვიდეს ნახაზი, პირველ ამოცანას ვარჩევ ცენტრის მიმართ სიმეტრიით უნდა გადავიტანოთ წრფე. მოდი დავხატოთ ახლა ეს წრფე 2, 3, ხო? სად იქნება? და ასე ავიღოთ, ანუ 3-ში კვეთს და ესე იგი x თუ ჩასვამდი 0-ს y 3-ში გადაკვეთდა და y თუ ჩასვამ 0-ს -1/5-ში გადაკვეთს, ხო, დაახლოებით, აი აქ იქნებოდა გადაკვეთა. მოდი ავიღოთ მწვანე წრფე. საწყისი წრფე. ეს კარგი წრფე იყო. უბრალოდ მოდი დავაგრძელოთ ახლა. ისე, ხო? იმედი არ მოშლება თვითონ კოორდინატების გამოცვლა ახლა, რომ აქ -1/5 იქნებოდა, ხო? რომ ჩასვა კი 0 გამოდის. და ეს წრფე გვაქვს მოცემული. კოორდინატთა სათავის მიმართ სიმეტრიის გადატანის დროს, აი რა შეგიძლიათ გააკეთოთ მარტივად ახლა. რას ნიშნავს ფიგურა გადამაქვს რაიმე წერტილის მიმართ სიმეტრიით? ესე იგი, მისი ყველა წერტილი უნდა გადავიდეს ამ ცენტრის მიმართ სიმეტრიულად, ხო? ანუ ეს -1/5-იც უნდა გადასულიყო აქეთ მხარეს სიმეტრიულად. აქ მოვიდოდა. აი ეს წერტილი აისახებოდა წითლად. დავაწერე ახლა აქ იქნებოდა და ეს იქნებოდა -1/5 და 211 დავაწერე და წრფეს გავავლებ თავად ესე -1 დადებითი 1/5 ბოდიში. ხო, აქეთ გადმოვიდოდა ეს წერტილი. თუ მოდი დავაწეროთ რაიმე ეს არის ეს A1 აქ. და ეს იყოს B წერტილი, B-სად გადმოვიდოდა, B O წერტილის მიმართ სიმეტრიულად რომ გადმოგიტანა, ქვემოთ ჩამოვიდოდა, ხო? ასე და ასე. -3-ში იქნებოდა B წერტილი. შევაერთოთ ახლა A და B ერთმანეთთან. მოკლედ იდეალური დახატი არ გამოგვივიდა, თლად პარალელური არ ჩანს. და ეს ფრები პარალელურია, მეგობრებო, უბრალოდ ზუსტად ვერ დავშტრიხე ლამაზად რომ გამოსულიყო. აი, გამოდის B წერტილი. კარგი, ახლა რა წრფია რომ შევაფასოთ, ხო? აი ეს რა წრფია? y უდრის kx + b რომ აქვს, ხო?
აშკარად b-3-ია. და რომ ავდგეთ ახლა ჩვენ და x-ის მაგივრად ჩავსვათ 1.5, y უნდა მივიღოთ 0, ხო? აი ეს წერტილი რომ შევიტანოთ. და რა გამოდის საკუთხე კოეფიციენტი, აი k რა გამოდის? a ჯერ 1.5, ანუ x-ის მაგივრად რო ჩავსვა 1.5, მივიღებ 0-ს და b ცხადია, ძალიან თვალსაჩინოა, y ხელიც გადაკვეთს -3-ში, ანუ b-3. ესე იგი 1.5 k უდრის 3-ს და k უდრის ოქროები 2-ს. ანუ რა მივიღეთ? ზუსტად იგივე საკუთხო კოეფიციენტი არ მივიღეთ, რაც იყო მოცემული? ანუ რა გამოვიდა y გამოდის, მეგობრებო? 2x-3. ეგ როგორ შეგეძლოთ მივხვდარიყავით, რომ საკუთხე კოეფიციენტი ერთი და იგივე იყო? რა თქმა უნდა, ეს ორი სამკუთხედი ერთმანეთის ტოლი გამოდიოდა ოქროები. შესაბამისად, აი ეს კუთხე ტოლი გამოდიოდა ამ კუთხის, ანუ თქვენ გაქვთ ორი წრფე, მესამე მკვეთი და ეს კუთხე თუ ამ კუთხის ტოლია, ეს ანუ შიგაჯვარიდან მდებარე კუთხეები ტოლია, ეს პარალელურობის მეორე ნიშანია, ანუ არ გამოდის ეს პარალელური წრფეები, მწვანე და წითელი? კი. ეს ისედაც შეგეძლოთ, ასე გითხრათ, აი ამ ჩასმის გარეშეც. ანუ A იქნებოდა აუცილებლად პირდაპირ ამის გარეშე, შეგეძლო გეთქვა, რომ K იქნებოდა 2 დახრილობა იგივე და B ისედაც იცოდი, აგერ ჩანდა თვალნათლივ, რომ Y ხერხს -3-ში კვეთდა. ანუ ფაქტობრივად ჩვენ აი ეს გარემოება დავამტკიცეთ ახლა მეგობრებო, და დახრის კუთხე იგივე ექნება და B მოპირდაპირე. მოდი ახლა აგერ მეორეში ღერძიური სიმეტრიით Y ღერძის მიმართ არის ფაქტი გამოსაკლები და მოდი ესეც დავამტკიცოთ ახლა ჩვენ. აი მეორეზე ვართ და ის მოვuვლით ახლა ცოტა ხანში. მეორე. ესე იგი Y ღერძის მიმართ უნდა გადავიტანოთ სიმეტრიულად, ხო? კარგი. გადავიტანოთ. დავხატოთ ისე შეგვეძლო ნახაზი, ის მწვანე სანამ გვერდზე ის შეგვენარჩუნებინა. ო ისე როგორ იქნებოდა დაახლოებით ასე იქნებოდა ნახატი. ასე გამოვიდოდა. ეს მწვანე ფერი გინდა ხო რომ იყოს საწყისი ნახაზი. ცოტა შეგვიძლია აქეთ გავწიოთ. ისე ეკი x-ი როლი აქ არის 3, აქ არის -1.5. Y ღერძის მიმართ სიმეტრიის დროს რა მოხდებოდა? ну, გადავიტანით მეგობრებო, ამ წერტილს, აი ეს აქეთ გადმოვიდოდა და შესაბამისად ისეთი ნახაზი იქნებოდა, ხო? სად გავიდოდა? ეს გავიდოდა აუცილებლად დადებით 1.5-ში და როგორ შეგვიძლია ახლა ვაჩვენოთ, რომ სინამდვილეში აქ y უდრის -2x + 3 გვექნება. ხო, მოდი ჯერ გავწეროთ, რომ რა წრფე მივიღეთ. თქვა წითელი წრფე არის y უდრის kx + b. ну b ცხადია იგივე 3-იანი, აგერ ხედავთ 3-ში კვეთს. ახლა ნახეთ რა საინტერესო ლამაზი დეტალია. შეხედეთ ოქროები. ეს ხო თქვათ ალფა. ну ცხადია x სამკუთხედი ტოლფერდა. შესაბამისად ესეც ხო ალფა იქნება. და მაშინ ეს კუთხე არ გამოდის 180 - ალფა? კი. თორემ ალფას მოსაზღვრია, ანუ ეს ტოლფერდა იყო, ეს ალფა არის. აი აქ ალფა რა არის? იგივე ეს ხო აი მოცემული ფუნქციის დახრილობა OX ღერძის მიმართ. ეს დახრილობა იგივე რა არის? ამ დახრილობის ტანგენსი საკუთხო კოეფიციენტის ტოლი არ არის? კი ბატონო. მაგრამ ამ წითელი წრფის მიერ შედგენილი 180 - ალფა რა არის? ეს არის უკვე დახრილობის ტანგენსი არის ოქროები ამ წითელი წრფის საკუთხო კოეფიციენტი, რაც ჩვენ შემთხვევაში კათი მაქვს აღნიშნული.
რას უდრის 180 მინუს ალფა? ნუ 180 მინუს ალფა ეგ იგივე არის ტანგეს მინუს ტანგეს ალფა, ხო? ნუ და ტანგეს ალფა თუ 2-ია, ანუ -2-ის ტოლი არ გამოდის კა? ასე. შეგეძლოთ ასედაც ვთარყავთ. ანუ რა გამოვიდა ეს ჩვენი წრფე y? -2x + 3. და ახლა დამტკიცებული გამოგვივიდა მეგობრებო აი ეს. ნუ ანალოგიურად დამტკიცებით ვაჩვენებთ ამასაც რა. აი ეს გადავამოწმოთ პასუხები. 16-ის პირველში გაყოფილიყო 2x - 3 და კი ბატონო იყო. მეორეში -2x + 3 კი. მოდი ახლა მესამე ეხება პარალელურ გადატანას და რა გამოდის? მოცემული წრფე უნდა გადავიტანოთ ავექტორით პარალელურად. ნუ რა ხდება? აქ პირდაპირ პარალელური გადატანა იმას ნიშნავს, რომ დახრილობის კოეფიციენტი არ იცვლება, ხო? მოდი ავიღოთ ისევ მწვანე ფერით, ეს ჩვენი საწყისი წრფე, დაახლოებით ასე იქნებოდა. ასე. იგი x და გადაგვაქვს ახლა პარალელურად, ხო? 1-3. ნუ 1-3 გადატანა იმას ნიშნავს, რომ OX-ის მიმართ გადადის 1 ერთეულით და OY-ის მიმართ გადადის 3 ერთეულით, ხო? და ფაქტობრივად აი აქ ასეთი ვექტორი ასე უნდა მიდიოდეს რაღაც ვექტორი, მაგრამ არა აქვს ახლა ჩვენ მიახლოებით ვიზავთ რა თქმა უნდა ამას. და ვთქვათ გადავიტანეთ პირობითად ვთქვათ აი ამ ვექტორით გადავიტანე. აგერ არის ეს არის ავექტორი. და დავავლებ ახლა პარალელურ წრფეს. დავსვით გავსხო პარალელს. ახლა ეს ვექტორის ბოლოში იქნებოდა რა თქმა უნდა. აგერ იქნებოდა ეს. ახლა რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ აქ? როგორ უნდა ვიპოვოთ ეს y უდრის kx + b? საწყისი წრფე რა არის? არ დაგვავიწყდეს მეგობრებო? საწყისი წრფე არის y უდრის 2x + 3. ნუ ერთი აპრიორში შეგიძლიათ თუ ეგრევე აიღოთ, ეს რა თქმა უნდა დახრის კუთხეები ერთი და იგივეა პარალელური გადატანა. ანუ გამოდის მეგობრებო, რომ რა თქმა უნდა იგივე ორიანი იქნება. კაი ბატონო, ახლა შეხედეთ. ახლა აიღეთ საწყისი წრფის ნებისმიერი წერტილი. ნუ იგივე y ღერძისთან კვეთის წერტილი, ხო? ეგ რა იქნებოდა? ეს იქნებოდა 0 3 წერტილი, ხო? ანუ y ღერძს ასე 3-ში ხო კვეთს, ანუ 0 3 წერტილი. სად გადავიდოდა ოქროები? ნუ რა ვექტორითაც გადაგვაქვს ის ვექტორი ხო უნდა დაუმატოთ ამ 0-3-ს. ეს გადავიდოდა მეგობრებო, მარტივი დასანახია 0-ს დამატებული 1-ია. 1-ში 3-ს დამატებული 3 6-ში. ასე გადავიდოდა რა. 0 + 1 აი ასე და 3 + 3. 1-6-ში გადავიდა. და შეხედეთ ახლა ეს 1-6 წერტილი ხო მეკუთვნის ამ წრფეს. ანუ დახრის კუთხე იცით და ფაქტობრივად შენ b წერტილი გაქვს, b გაქვს საპოვნი, ანუ სატყვის y ღერძს, როგორ შეგიძლია მარტივად ქნა? ამ განტოლებაში უნდა ჩასვა რომელიმე რეალური წერტილი, რომელიც წითელ წრფეს ეკუთვნის და მაგას გაარკვევდი ნებისმიერი მწვანე წრფის წერტილი, რომ გადაგეტანა ავექტორით. ხო? წითელ წრფეში და დული 3 წერტილი რომ გადავიტანე, გადავიდა 1-6-ში. ესე იგი y-ის მაგურად რომ ჩავსვა 6, a-ჯერ x-ის მაგურად 1, ანუ კავიცი პრინციპში 2-ის ტოლია, ხო? ანუ 2-ჯერ 1 + b. b რა გამოვიდა მეგობრებო? b გამოგვივიდა ჩვენ 4-ის ტოლი. ანუ რა წრფეში გამოგვივიდა? ასახვა. ხო არ მეშლება აქ ანგარიში. ესე იგი ჩვენ აქ გამოგვივიდა
ასახვა y უდრის 2x პლუს 4-ში. ეგ ვარ ჩვენ ახლა 12-ის 16-ის მესამეზე, ხო? კი, სწორად გავახსნია. რაცა ველოდინი მქონდა, სულ სხვა რიცხვს ველოდიდა. გამოთვლა პრინციპში ამას გვეუბნება. ყოველთვის მაგ შიში არ შემეშალოს ანგარიში და რაღაც ეს კომპლექსებს. აი, მეოთხე სიტუაცია ახლა რა ხდება? საინტერესოა, მოდი რასთვის ამცეთ, დავამბობ ახლა ჭანე წრფემდე, კიდე ცალკე რო არ მომიწიოს. ხატვა და ახლა მეოთხე სიტუაციაში გარდაუხდი, ასე წავშალოთ წითელი წრფე, წავშალოთ ვექტორი და გვინდა ახლა ჩვენ ჰომოთეტიით გადატანა, ხო? ასე, ვართ მეოთხეში. ცენტრით კოორდინატას სათავეში კოეფიციენტი 2, ხო? კარგი. ანუ ჩვენ გვაქვს ჰომოთეტია უდრის, ანუ კოორდინატას სათავეში, ან ამის მიმართ უნდა გავტყორცნოთ და გატყორცნა მოხდებოდა სიტყვაზე თქვა რომ შევაერთეთ აქ და გაიტყორცნებოდა აი ასე, ორჯერ უფრო შორს იდეაში, ხო? და როგორ შეგვიძლია ახლა ეს გავაკეთოთ ოქროები? ну, რადგანაც გატყორცნა აქ ხდება ჰომოთეტიის, ანუ პრინციპში რაღაც ვექტორით, ფაქტობრივად, ხო? ყველა წერტილი ერთი და იგივე ვექტორით გადავააქაც და გამოდის რომ იქაც დაახრის კუთხე იგივე იქნება. ზერო წარმოვიდგინოთ ახლა ეს და ესეც ცოტა ასე რომ გავწეროთ. მაგრამ ну როგორ შეგვიძლია ეს უფრო ჰომოთეტიისთვის დამახასიათებელი კატეგორიებით გავაკეთოთ? რას ნიშნავს ფიგურა გავტყორცნეთ? ხო, აი ჰომოთეტიით გადავიტანეთ. ჰომოთეტიით გვაქვს გადატანილი მისი ყველა წერტილი. მათ შორის OX-ღერის თანკვეთის წერტილიც და OY-ღერის თანკვეთის წერტილიც. ანუ აქ რომ გქონდა რაღაცა OA ვექტორი, ის გადავიდოდა ორჯერ უფრო შორს იდეაში, სადღაც ასე A1-ში, OA ვექტორში და ანალოგიურად რომ გქონდა ჩვენ OB ვექტორი, ისიც გადავიდოდა და სადღაც B1-ში, ხო, OB1-ში, ასე. და შესაბამისად ახლა რომ ავდგებოდით და შევაერთებდით ამას, გავაკეთეთ ასე. დააკვირდით მეგობრებო, რა თქმა უნდა ეს იქნებოდა პარალელური, ხო? იმიტომ რომ ამის შეფარდება ამასთან იგივეა, რაც ამის შეფარდება ამასთან. ხო, ფაქტობრივად გამოგვიდა ჩვენ მსგავსების გარდა თუ სამკუთხედი, აი ამ სამკუთხედს განვიხილავდით, ხერძებთან ამ წრფით მიღებულ ფიგურებს და შესაბამისად ეს დახრილობა, აი ამ დახრილობის ტოლი იქნებოდა. ანუ მეგობრებო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ამ წრფის ჩავწერდეთ ასე y უდრის x პლუს b-ს, ну, რა გამოდის k აუცილებლად გამოდის, ანუ რა წრფე იყო მოცემული, მოდი დავწეროთ აქვე y უდრის 2x პლუს 3, ხო? k რა იყო? იყო 2, ახლაც იქნებოდა 2. მოდი თეთრად დავწერ ამას, რომ არ აგვერიოს, რომ თავიდან მოცემული სწორედ მაგია, y უდრის 2x პლუს 3. და ახლა აქ მარტივად შეგვიძლია დავინახოთ ვექტორების კოორდინატები, რომ ავწეროთ, ეს ხო 3 იყო. სადავიდოდა ორჯერ უფრო ხო გაიწელებოდა k2-ის ტოლია, ორჯერ უფრო შორს გაიტყორცნებოდა და მოვიდოდა 6-ში, ხო? ანუ გამოდის, რომ b6 იქნებოდა. მაშინ რა წრფე მივიღეთ? y უდრის 2x პლუს 6. ასეთი სიტუაცია გვექნებოდა მეგობრებო.
კარგი, მოდი ვნახოთ ახლა მე-17 ამოცანა, იქაც თუ ამდენი სამუშაოა დავაკვირდეთ, აბა. აჰა. ანუ ახლა აქ მოდი პირდაპირ ფაქტად შეგვიძლია გამოვიყენოთ მეგობრებო, რაც წინა ამოცანაში ვთქვით. აი მე-17-ში ნახეთ რა ხდება, ხო არის მოცემული y უდრის 3x - 1 და ჩვენ გვინდა პირველი კითხვა y-ის მიმართ სიმეტრია გვინდა და მეორე აბსცის დაღებძის ბოდიში OX-ის მიმართ სიმეტრია გვაინტერესებს და აქ OY-ის მიმართ სიმეტრია გვაინტერესებს და შესაბამისად რა გვექნებოდა OX ღერძის მიმართ სიმეტრიის დროს რა ხდება მეგობრებო? მოპირდაპირე საკუთხო კოეფიციენტს ვიღებთ და B-ც იცვლება მოპირდაპირე ნიშნით და OY-ის მიმართ სიმეტრიის დროს რა ხდებოდა? შეგიძლიათ შესაბამისი ნახაზი ააგოთ რა. Y უდრის საკუთხო კოეფიციენტი ისევ მოპირდაპირეა, ოღონდ თავისუფალი წევრი OY-ის დამკვეთის წერტილი რჩება იგივე. ну, გადავამოწმოთ ახლა, ესე იგი, 12-ის 17-ში პირველ კითხვაზე პასუხი უნდა იყოს სად არის ეგ -3x + 1 B-ში არის აგერ, ხო, აგერ B უნდა იყოს. კი ბატონო ემთხვევა და მეორეზე პასუხი -3x + 1, -3x + 1. აქ +1 რატო დავწერე? OY-ის მიმართ სიმეტრიის დროს ეს არ იცვლება. ეგ იგივე რჩება. რაც იყო ეს რომ არის და გადმოგავს აქეთ OY-თან კვეთა, ანუ თავისუფალი წევრი იგივე რჩება. ანუ -3x - 1 უნდა იყოს. კი, G-შია აქ. G იქნებოდა. დიახაც. მარგი. აბა მოდი ვნახოთ ახლა მე-18 ნომერი. ხო რა, მეტი. ესე იგი, რისი ტოლია A თუ Y უდრის 2x + 3 წრფ A ვექტორი არის 1k ვექტორით განსაზღვრული პარალელი გადატანით თავის თავში აისახება. აჰა, აი ბატონო. ესე იგი, რაღაცა წრფე გვქონდა, რაღაცა წრფე არის აგერ, ესა Y უდრის 2x + 3. ну, რაღაც პარალელი გადატანით გადავიტანეთ. უკათ ასე რომ გადაგვეტანა, ამ წრფეში ხო გადმოვიდოდა და თურმე ამ წრფეში კი არა, თავის თავში ასახულა, ხო? ანუ იდეაში გამოდის ვაში, რომ აი ეს წერტილი, რომელიც წერტილშიც გადავა, მეგობრებო, რაღაცა მაგალითად გქონდა ჩვენ აქ, რაიმე A, B წერტილი, ხო? და გადავიდა რაღაც MN წერტილში ოქროები. ეს MN-იც უნდა ეკუთვნოდეს თავად ამ წრფეს, სპეციალურად ახლა სხვა წრფე ავიღე, მაგრამ ანუ ეს MN-იც უნდა აკმაყოფილებდეს იმ საწყისი წრფის განტოლებას. მოდი ახლა დავხატოთ უცებ ნახატი, არ არის ნახატის ნახატვა სავალდებულო, მაგრამ მაინც და 2x + 3 წრფე იქნებოდა ეს წრფე, ხო? მისი ეს სატკვეთს აქ კვეთს 3-ში, მე გარეთ გადავწყვეტი, მაგრამ დავწეროთ რომ -1.5-ში კვეთს OX ღერძს და
ერთი a ვექტორი და რაღაც ვექტორით რომ გადავაადგილეთ, მეგობრებო, ასე ვექტორით რომ გადავაადგილეთ, a ვექტორი არის 1k. ნუ სადაც აისახებოდა რა წერტილშიც. თქვათ აისახა ეს ეს არის რა წერტილი? ეს ხო არის იგივე 0-3 წერტილი. და 0-3 წერტილი 1 კათი თუ გადაადგილეს, სად აისახება? აისახება 0 პლუს 1, 3 პლუს კაში, ხო? 3 პლუს კაში არ აისახება 0-3 წერტილი, შენ თუ გადაადგილე 1 კათი, ნუ აქ ცუდად ჩანს ცოტა ტელეფონებზე არ გამოგიჩნდებათ ეს. მოდი ასე ვიზამ. ეს 1k ვექტორი თუ გადავაადგილეთ, თავისთავად მიღებული წერტილის კოორდინატები რომ დათვალო, საწყისი წერტილის კოორდინატებს უმატებთ პარალელური გადატანის ვექტორის კოორდინატებს. და რა გამოდის? ეს მიღებული, ანუ 1, 3 პლუს k წერტილიცა აღმოჩნდა აუცილებლად რა? საწყის წრფეზე, ხო? აი, ეგეც საწყის წრფეზე აღმოჩნდა. ანუ 3 პლუს k რომ ჩავსვათ y-ის მაგივრად და x-ის მაგივრად რომ ჩავსვათ ერთიანი, აგერ ჩავსვი x-ის მაგივრად 1-ის მაგივრად, x-ის მაგივრად 1, 3 პლუს k y-ის მაგივრად რას მივიღებთ? k უდრის 2-ს. რა სიტყვობდნენ აქ, მეგობრებო? რისი ტოლია k-ს მნიშვნელობა უნდა, და მივიღეთ ოქროები 2-ის ტოლი. კარგი, მოდი ვნახოთ ახლა მე-19 ამოცანა. რას ითხოვს? 19. AB მონაკვეთის პარალელური გადატანით, ეს ცოტა ხო არ გავზარდოთ, მაგრამ ახალზე არ გამოჩნდება შემდეგ. კარგი. AB მონაკვეთის პარალელური გადატანით MN მონაკვეთი მიიღება. იპოვეთ n წერტილის კოორდინატები თუ, ანუ რა ხდება? ჩვენ მქონდა რაღაც AB მონაკვეთი. გარკვეული პარალელური გადატანით ასე გადავიტანეთ, პირობითად ვთქვათ, ასეთი A ვექტორით გადავიტანეთ, ხო? პარალელური გადატანა კონკრეტული A ვექტორით გადატანა, ხო? და აისახა კონკრეტულ მონაკვეთში. ნუ რომელ მონაკვეთში ახლა? MN მონაკვეთში. მაგრამ შეხედეთ ახლა ოქროები რა არის? MN მონაკვეთში, ანუ ეგ არის ერთი შემთხვევა, როცა B აისახება N-ში და A აისახება M-ში, მაგრამ დააკვირდით, ხო შეიძლებოდა ასეთი რაღაც მოხდარიყო. შეხედეთ ოქროები. აქ კი მაქვს მე AB, ასე AB, მაგრამ აი თქვათ B, ესე იგი B ასახულიყო ასე M-ში და მაშინ A-ც ხო A ასახულიყო N-ში. ასეთი რაღაც რომ მოხდარიყო რა, თქვათ. ასეთი რამ. ანუ B M-ში ასე და B-N-ში. ორი შემთხვევა, პირველი შემთხვევა, მეორე შემთხვევა, როცა B N-ში აისახება, მეორე შემთხვევა, როცა B M-ში აისახება. მოკლედ რა არის? ჩვენ გვაქვს A წერტილის კოორდინატები 2, 3, B წერტილის კოორდინატები 1, 5 და პირველ შემთხვევაში როგორ იქნებოდა A ვექტორით ასახვა? M-ში რომ ასახულიყო A, აი ასე. -5, 8 და N-ში, ვთქვათ, X, Y-ში რომ ასახულიყო B და მეორე შემთხვევა რა იქნებოდა? A რომ ასახულიყო N-ში, უცნობ წერტილში და B რომ ასახულიყო M-ში. ანუ -5, 8-ში. ახლა აქ რა გვაქვს ოქროები? შეხედეთ,
ეს ხო ავექტორით ასახვა ორივე შემთხვევაში, რომ რაღაცა A1, A2 კოორდინატებით, აქაც A1, A2 კოორდინატებით და გამოდის, რომ ერთ შემთხვევაში A1 იქნებოდა -5 -2 და A2 იქნებოდა 8-3. მეორე შემთხვევაში A1 იქნებოდა x-1 და A2 იქნებოდა y-5, ხო? ესე იგი, რა გამოვიდოდა აქედან -7 უდრის x, ხო, -7 x-1 და x იქნებოდა -6, ну აქედან -5 უდრის y-5 და y იქნებოდა 0. ანუ რა იქნებოდა n წერტილის კოორდინატები? -6, 0. უშუალოდ დავთვალე ახლა და არამერია კიდე არა ამერია და ამერია მოდი ვნახოთ აბა აქ -5 კი არა 8-3 დადებითი 5-ია. ამიტომ აქ 0 კი არა იქნებოდა 10. კი ბატონო. მეორე შემთხვევაში ეს ავექტორი ანუ ფაქტობრივად x-2 პოლი იქნებოდა აქ -5-1, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში x რო აკლებ 2-ს არის ავექტორის პირველი კოორდინატა და ქვედა შემთხვევაში -5 რომ აკლებ 1-ს და x-ი გამოვიდოდა -4 და მეორე შემთხვევაში y-3 არის 8-5 და y იქნებოდა 6-ის ტოლი. ანუ მეორე შემთხვევაში პასუხი გამოდის -4, 6. კი ბატონო, ასე იქნებოდა. რა შეიძლება ახლა მე-20 ამოცანას. მე-20 ამოცანის ნახაზი მოცემულია, შეგვიძლია ცოტა უფრო დიდი ვქნათ. მოდი ნახოთ, ძალიან ხო არ გაიწევა პირობა ხო არ წაკითხავდი. კი, წაკითხავდი. საკოორდინატო სივრცეზე მოცემულია აი ამ ფიგურა, ხედავთ, გამოქებულია, ესეთი. და იპოვეთ მოცემული ფიგურის სიმეტრიული ფიგურა M1 OY ხერძის მიმართ. ნუ რა უნდა ახლა ავიღებ აქ გასაფერადებელს და მიუყვებით, მეგობრებო, რომ ესე გავაფერადოთ, აიყოს მწვანედ. OY ხერძის მიმართ, ანუ ეს გადავიდოდა აქეთ ასე ჩანს რავი, ჩანს კარგად. მოდი ფერი შევცვალოთ. ანუ ეს გამოგთებოდა აქ, ეს გამოგთებოდა ხო, ჩამოვიდოდა აი ასე. ასე იქნებოდა. ეს იქნებოდა ერთი ნაწილი, რაც არის OX ხერძის, უბრალოდ OY ხერძის. ასე აქამდე მოვიდოდა რა. თიწოთით ავიღებ ახლა ხელს. ასე უნდა იყოს ზუსტად რაც არის მარცხნივ გადმოვიდოდა მარჯვნივ, რაც არის მარჯვნივ რაღაცა ორი უჯრა გადმოვიდოდა მარცხნივ რა. მარტივი OX ხერძის მიმართ სიმეტრიასაც გააკეთებთ. აი ცენტრის მიმართ სიმეტრია შეიძლება უფრო საინტერესო იყოს ახლა აქ. იმიტომ რომ ანუ თუ დიამეტრალურად უნდა გადადიოდეს ახლა აქ ფიგურები და ანუ უნდა შევაერთოთ ახლა იქ ჩვენ ასე, აი აქ აქედან დაიწყებოდა თქვათ გაფერადება, ხო? აღნიშნული ნაწილის შეგვიძლია ესე საკვანძო წერტილები მოვნიშნოთ, თქვათ. აი მაგალითად ამ წერტილის შესაბამისი ესაა, ხო, რომ შევაერთოთ და გადავდოთ. თქვათ, მე ეს ახლა რომელი აი მოდი ეს შევაერთოთ და გადავდოთ აღმოჩნდებოდით აი აქ. ხო? დაცადე? არა, აქ არის. აღმოჩნდებოდით აი აქ. მე ეს რომ მოდი ამას A-წერტილი დავარქვათ, ეს A1 იქნებოდა. ამას B-წერტილი რომ დავარქვათ, ეს რამდენით არის 1, 2, 3, 4, 1, 2.
ანუ ამ 20 შეგვერთებინა და გადაგვიდო სიმეტრიულად 1 2 3 4 1 2 აი აქ იქნებოდა B1 ეს თუ B1 აქ მერე ახლა ეგ M-ია ეს M1 იქნებოდა თქვათ ეს N-ია რომ შევაერთებდით N1 აი აქ იქნებოდა ხო აი ასე და პრინციპში გამოვიდოდა ასეთი ფიგურა ხო აი ასე ჩამოვიდოდა ესე იქნებოდა მეგობრებო კარგი მოდი აქ ჩვენ კიდე დავჭა M და M1 ფიგურების თანაკვეთის ფართობი თუ ერთი უჯრა თუნცეული ფიგურა M1 ფიგურა ფართობი 1/1 ტოლია. კაი, ესე იგი ჩვენ რა გვინდა, რომელი ნაწილი გვინდა დავაკვირდეთ ახლა. ეს M1 ფიგურა M1 ესა პირველი სიმეტრიის დროს. ესე იგი უნდა დავაბრუნო ახლა მე პირველი სიმეტრია რაც ხონდა და უნდა ვნახო საერთო თანაკვეთის ნაწილი, ხო? რამდენი უჯრა აქვს ასე გამოდის, იმიტომ რომ ფართობი დამოკიდებულია უჯრების რაოდენობაზე, ხო, თანაკვეთის ფართობი და თუ ერთი უჯრა ფართობის 1/1. ანუ ფაქტობრივად რამდენი უჯრა იქნება საერთო ეს უნდა ვნახო. კაი, მოდი. ნახოთ, ნუ იგივე ხელახლა რომ ავაგო ვიცოთე ასე რო ვქნათ, ანუ სიმეტრიით ასე გადმოვიდოდა, ასე აგერ იქნებოდა, ხო, ეს 3-ით, ხო, ასე გადმოვიდოდა და შესაბამისად ეს წამოვიდოდა და 2/1 უნდა აქამდე მოვიდოდა, ხო? ასე იქნებოდა უქროები. ანუ ცოტა ღია ფერს ავიღებ ახლა, ასე. ასე. ასე არის ეს ფიგურა, ხო? რომ გადაგვაქვს Y ღერძის მიმართ სიმეტრიით და საერთო ნაწილი რა გამოდის? არ გამოდის აი ეს. ну ეგ რამდენია ახლა აქედან აქამდე ეს არის 4 და აქედან აქამდე არის 2, ანუ 8 უჯრა იქნებოდა საერთო. ის შესაბამისად ფართობი იქნებოდა 8 საერთო ნაწილის ფართობი. კარგი, მოდი გავაგრძელოთ ჩვენ ჩანაწერის განხილვა 21 ნომრიდან, ახლა კი დავშვიდობოთ ერთმანეთს.